მოგესალმებით, მე გახლავართ ევგენი ჯიხვადა, შპს სილქვი ინდუსტრიის დირექტორი. ჩვენი საწარმო დაარსებული არის 2016 წლიდან და 2016 წლიდან მოღვაწეობთ ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში. ჩვენი კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საკონსერვო ტექნიკის წარმოება, რეალიზაცია. ამ ეტაპზე ჩვენ ვაწარმოებთ რამდენიმე სახის საკონსერვო ტექნიკას. ჩვენი საქონლის ექსპორტს ვახორციელებთ სხვადასხვა ქვეყნებში: აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი და უკრაინა. თიზი პირველ რიგში გვაძლევს ჩვენ საგადასო კუთხით შეღავათებს. შესაბამისად, თიზის საწარმოში ყველა საყოფცერო რაცა დენი და წყალი ესეც შეღავათიან პირობებში არის და ინდუსტრიულ ზონაში ჩვენი მოღვაწეობის მთავარი მიზანი არის სრულად 100% ექსპორტზე ვართ ორიენტირებული. ინდუსტრიულ ზონაში წარმოების გახსნა ამ კუთხით საკმაოდ მომგებიანია და გარკვეული ტიპის პროცედურებს, ნებართვებს, საბაჟო კუთხით რაღაც ზედმეტ ბიუროკრატიას გვაშორებს. ჩვენ უკვე ვაწარმოებთ, ქონდა წინასწარი მოლაპარაკებები ინდუსტრიული ზონის ორგანიზატორთან ჩვენი საწარმოების გაფართოებასთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, რომ მომდევნო წლის დასაწყისში გარკვეულ ფართსაც დავიმატებთ და ასორტიმენტიც უნდა გავზარდოთ ჩვენი პროდუქციის. ურჩევდი ყველა ბიზნესს, ვინც ფიქრობს საქართველოში ახალი საწარმოების გახსნას, შეისწავლოს ინდუსტრიული ზონის მუშაობის პრინციპი და თუ მათი ბიზნესი ამ კონცეფციას კარგად მიესადაგება, აუცილებლად გახსნას საწარმო ინდუსტრიულ ზონაში, კონკრეტულად ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში, იმიტომ რომ აქ ის ყველა იმის პირობა არსებობს, რომ საწარმო ზედმეტი ბიუროკრატიის და ზედმეტი, ასე რომ ვთქვათ, წვალების გარეშე გაიხსნას და იმუშაოს გამართულად.